კაი გოგო ხარ და ბიჭებო, ძალიან კაი ბიჭები ხართ. რა არის მთავარი ბიზნესი? სინდისი, ნამუსი, ნდობა და არ უნდა დაგეზაროს. ახლა არც ერთია ჩემი ბიძაშვილი, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე. მე მეტყვიან ისინი სად არიან? ისინი გავყარე. ერთ დღეს ესე ყველა ერთად გავყარე. რატო გავყარე იცი? რომ მოგიყვანე და გთხოვე, გითხარი, შენთვის არის ეს უკეთესი, ხო? რომ ჩაერთე საქმეში, ხო? ის რასაც გიხდის კომპანია, უნდა შენს გიღირდეს და მეც მიღირდეს. ახლა შენ რომ მოხვალ და აქ ბაბუა შენს არ უყიდია შენთვის სახლი, კარი, მანქანა და ახლა 3 დღეა მოხვედი და BMW მინდაო, რომ რა მოდელია ეს? BMW 6-ია. მერე სახლი მინდაო, მერე დაჩა მინდაო და მე ვდგარი ბიძია ბაბუა შენს არ უყიდია, მამა შენს არ უყიდია და 3 დღეა აქ მოხვედი და გინდა რომ ახლა ყველაფერი მე გიყიდო, ხო? უყური როგორ არის იცი? ვოფლი უნდა მოიდინო. აი შურიანები ამბობენ, აი შურიანები სიტყვაზე ვთქვათ. შურიანები ამბობენ, რომ მოდი აგერკოდე. შურიანები ამბობენ, რომ ისო რა უნდა თქვან ჩემზე. აი ჩემი მე რა მიხარია? მე მიხარია, რომ თქვენ აქ ყველანი ხართ და მეც სიამოვნებს, სწორედ. წავალ ახლა მე ბაკურიანში კი ვიყავი გუშინ და არ ჩამოვიდოდი ერთი წელი და კოტე ფულს კი გამოგვიგზავნი და იქ რა მოხდა, ხო? კოტე არის უწესიერესი კაცი და დიდი ხანია ვიცნობ ოჯახს მთელი ამბავი და პოლიციაში მუშაობ. ბიჭო რა გაქვს ხელფასი იქნება? 7 წელია პოლიციაში ვარ, 7 წელი პროკურატურაში. ბიჭო 1 მეტრი როგორ შეიძლება წინ ვერ წაიწიო მე? კიო წავიწიო, მაგრამ ხელფასი არ არისო. ბიჭო ხელფასი თუ არა, აბა როგორ წაიწიე მითხარ? წამოვიყვანე ახე 700 ლარი კონდა ხელფასი. წამოვიყვანე და აგერ ახალგაზრდებთან მუშაობს და არის მშვენივრად. მანქანა ყავს, ხელფასია, აქ ბონუსია და გაცინებული მაინცაა, გაღიმებული მაინცაა, ხო? აი ესაა მუშაობა, მეტი არაფერი. მეც რას ვითხოვ, ხო? თქვენ რო კარგად იქნებით, მეც კარგად ვიქნები, ხო? და თქვენთან ერთად მიხარია ჯდომა, სუფრა არის, ქორწილი არის, თხოვდება, მოყავს, უშვებს, რა ვიცი, მილიონი რამეა, ხო? აი უყურეთ. აი ჩვენ რატო ვართ მაგრები? და ახლა გულახდილად გეტყვით, გულახდილად ყველას, რომ ჩემი დაჭერის